Გვირფასო ტელემაყურებლებო, მოემზადეთ, რადგან ჩვენთან სტუმრად მოდის ექსპერტი მოდის. გთხოვთ მივესალმოთ დალი ჩიტალაძე. დიდი მადლობა დალი. აუ რა მხიარული დახვედრა მომიწევ. რა თქმა უნდა, სხვანაირად როგორ იქნებოდა ასეთ სილამაზე, როდესაც გვეწევა ხოლმე. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მოდის ექსპერტს მიესალმება სუფრის ექსპერტი. აი და თავი ისე იგზედი როგორც ტანსაცმლის მაღაზიაში, სრულიად თავისუფლად. არა, ტანსაცმლის მაღაზიაში როგორც მელაკუდა ისე ვარ. ანუ აი მელაკუდას საქათმის შეუშვები და ესე ვარ. გადასარევია. სხვათა შორის ახლა რადგან ჩვენთან სტუმრად იმყოფებით კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა მადლობა მინდა გითხრა რომ მესტუმრე და მინდა გითხრა რომ შენ ხარ ადამიანი რომელიც მოდას კი არ მიიზდევ, მოდა მოგზდევს. ხო აბა. და ისე ამ შუალედის პოვნა რთული არ არის, ძალიან რო არ გაუსრო მოდას და რაღაცნაირად. ნუ ეს უკვე დიდი გამოცდილება, შინაგანი ინტელექტი, კულტურა ჩაცმის და საერთოდ მოდა მარტო ჩაცმა არ არის. მოდა არის თავის მოვლა, მოდა არის ცხოვრების სტილი, ყველაფერი ერთად არის. მაშინ აიძულე ეს სხვანაირად მოუვლი კითხვას. აი მე მაგალითად აი პირადად მე რომელი და როგორი სუნამო მომიხდებოდა. ჩაცმას რომ თავი დავანებოთ, ეხლა ესეც ხო ტენდენ. კარგი, მოდი ეს რა ქვია. ცოტა გრილი სუნი. ხო, გრილი კარგია. ალკოჰოლიც უნაერია. ესე იგი, სიგრილე, ალკოჰოლის არომატი კი ბატონო. ჩემია. გამ დიდი მადლობა. გრილის სუნები. გადასარევი. სიგრილეში ალკოჰოლი გადასარევი. არა, სუნამოც ჩემთვის არის როგორ იცი, რომ სუნამო არის აქსესუარი. შენი ჩაცმულობის რაღაცა ბოლო ნოტა არის, რომელიც ეს კიდევ შენს ინდივიდუალობას უსმევს ხაზს. ოხ თქვენ ესე გითქვამს საკუთარ თავზე რომ მე ვარო აგერო ძონს თაყვანისმცემელი ხო? და ესე მე რა გამოდივარ? თაყვანისმცემლობა? კანს თაყვანისმცემელი გამოდივარ მე ესე იგი. შენ კი მაგა ეს სახელი თავის დაარქვა და მეც დამარქვა, ეს არის ჩვენი ნინო ნადირაძე, რომელიც ეს ენაკლიმატობაში ვერ ვარდევჯობნით ხოლმე. ნინოს იყო და მე აიტაცა ანრი ჯოხაძე მე და დაგვარქვა ეს ძონს თაყვანისმცემელი. მაგარი სიტყვა კი არის და ხანს თაყვანისმცემელის არ არის ურიგო სხვათა შორის. ეხლა 2026 წელი მოდის და რა ფერები და რა სტილი იქნება მოდაში? აი შენი გართულებით როგორ ფიქრობ თუ არის უკვე ამის ტენდენცია? კი, როგორ არის ტენდენცია, ყოველთვის არის ტენდენცია. უბრალოდ სულ ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ სეზონზე უნდა შევიძინოთ 1-2 ტენდენციური ან ფერი ან აქსესუარი და ის შენი გარდერობი რაღაცით გაახალისო. აი მაგალითად ძალიან ტრენდულია მწვანე ფერი, როგორიც მაგალითად ამიკოსაცვია. ეს არის ესეთი ჭაობისფერი მუქი რაღაცნაირი მწვანე, რომელიც ძალიან ტრენდული ფერია. ესე იგი ამიკოს მწვანე ფერი უხდება? კი, უხდება. ხედავ ზურა, დრო დგება უკვე დოლარი მოვთხოვო. აჰა, მწვანესთან არის ასოციაცია მწვანე დოლართან. ამის ტენდენცია თავის ერდა ეს კითხვა ზოგადად რატო ენა არ გამიხმა? ანანო მლიზან და თინათინ მომთხოვეს კითხეო და ისო და ბატონოა. ასე დამიტრიალდა უკვე. მწვანის გარდა კიდე დავამბატებ ძალიან ტრენდული ფერი არის ყავისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ბორდოსფერი, აი ესეთი ფერი. რაღა დარჩა? რაღა დარჩა წითელი სხვათა შორის. იცი რა არის, ყველაფერი შეიძლება რომ მოიხდინო თუ ამას რა თქმა უნდა თაკეთებ ლოგიკურად. გენაცვალე, მოკლედ ამომწურავი პასუხი მიიღეთ? კარგით, გოგონებო. მაშინ ესეთ რაღაცა მინდა კითხვა, აი პატარა ბავშვების ტანსაცმელებში და მოდაში რა ხდება, აი მანდრა ტენდენციებია. მოიცადე, ახლა ეს იმათ აინტერესებს, მაგრამ შენ შვილები უკვე ძალიან დიდები გყავს და აი რომელი ნამიკო ვეცადე, მაგრამ არ გამოდის არაფერი. ბავშვებსაც რა თქმა უნდა
ბავშვების მოდა არის ბავშვების მოდა. არ არსებობს მოდა, იმიტომ რომ ბავშვებს სულ ხდებათ ნათელი ფერები, ღიარულება, იმიტომ რომ ბავშვებს ხო ბედნიერება მოაქვს ჩვენ ცხოვრებაში. ნამდვილად გეთანხმები. ძალიან კარგი ის მიდის დიალოგი მიდის გული გამith파 მართალი რომ გითხრა და მაშინ აქვე შეგეკითხები ეს გული რომ გამith파 მე ცოტა რაღაცნაირად დამიარა და როგორც ვიცი ძალიან კარგი კულინარი ხარ საქვეყნოთ არის ეს უკვე ცნობილი ხომ არის ეს ამბავი ნამდვილად აპლოდისმენტები ამ ნიჭის გამოც ნუ ჯერჯერობით გადმოცემით ვიცი მარტო მაგრამ არა უშავს გამოსწორდება იმედია ეს ამბავი ანუ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ მოდის სამყაროში ვისაც შეგიძლია მაგალითად გუფთას ჩააცვა ისე რომ ტოლმას დაემსგავს. მე ვთვლი რომ კვება საერთოდ საკვები და საერთოდ მომზადება შენი საყვარელი ადამიანისთვის ეს არის კიდევ ურთიერთობის კიდევ ერთი მხარე. იმიტომ რომ როცა გიყვარს ადამიანები და შენი ოჯახის წევრები, რომ რაღაცას ვამზადებ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ეს ხომ მე ძალიან დიდ ენერგიას ვდებ, სითბოს, სიყვარულს, რომ ეს გაუზიარო და ალბათ იმიტომ გამომდის გემრიელი, არ ვიცი. მოგვიწევს სტუმრობა თალისთან ვატყობ საქმეში, ესე იგი თქვენ მოდას მისდევთ, მე მადას. მოდას და შენ მადას. კი ბატონო და ეხლა საქვეყნოთ არის ასევე ცნობილი ლეგენდარული დალის შუ. არის ყველგან. ეს ანრი ჯოხაძის ბრალია. იმიტომ რომ იმან ატეხა წივილკივილი, რომ ავთორ მანამდე ვაკეთებდი შუ. ხო, არა, ერთ ჭამაზე ერთხელ 12 წელი შეჭამა. ოი. და ხურებდი. ანუ რაც θέλει სტუმრებისთვის ქონდა გათვლილი, აბაცალეთ მე. კი ბატონო, ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ დალი რომ სუფრას გაშლის ხოლმე სტუმრები ამბობენ ხოლმე ისეთი სუფრა გაგვიშალა დალიმ რომ სუფრას ჩიტალაძის შუც არ აკლდაო. ნამდვილად, ხო, რაღაცა კარგი გამომდის, არ ვიცი რა ვიცი. მაშინ ისე მოდას რომ დავუბრუნდეთ. აი, შენი აზრით მინდა როგორც აი მოდის ექსპერტს ისე გეკითხები, ყველაზე მოდური კერძი რა არის? ქართველებისთვის ყველაზე მოდური კერძი არის მისი უდიდებულესობა ჩაკაფული. იცის ადამიანმა და რაც გიდა ის თქვი. ეს მართლა უდიდებულესობაა, იმიტომ რომ ასეთი, აი წერა საკმაოდ ბევრს მოგზაურობ და ძალიან მიყვარს ყველაფერი ახალის და სიახლის გასინჯვა და გემოვნება, მაგრამ რასაც ქვია ბატკნის ჩაკაფულის ნაირი გემო არ არსებობს დედამიწის ზურგზე. ვაიმე დალი მიყვარს. ეს ფათაშორის ჩაკაფულსაც განსაკუთრებით განსხვავებულს ვაკეთებ. მაშინ მოდი რადგან ესეთი მოდური დიალოგი გამოგდის ძალიან კარგად, ჩვენ გვყავს ჩვენი მოდის ექსპერტები. ტოლი და ბოტი. ტოლი და ბოტი. ხანდახან პირველად და უნისესაც ვეძახით ხოლმე, კი ბატონო, მაგრამ ძალიან ძლიერები არიან და გათვითცნობიერებული ამ სფეროში ზოგადად და მინდა რომ შეგახვედროთ და გაგაცნოთ, აი არ გაინტერესებთ თქვენზე რა სიტყვიან, როგორ გაგაკრიტიკებენ, როგორ შეგაქებენ, მოკლედ მოვიწვიოთ და თვითონ იტყვიან თავის საკითხს. ალაბიჯებო, თქვენ იცით. ახლა ჩვენ ორი ლაპარაკს დავიწყებთ, ქალბატონი დალი იფიქრებს ეს სოფლერები საიდან მეიყვანეშო. იფიქროს რა, ჩვენ ხო ვერაფერს გევიგებ. ქალბატონო დალი, არ ამგონია ჩვენი ჩაცმულობა რამეს გეუნებოდეთ? ამიტომ ჩვენ ვილაპარაკებთ ჯობია. თქვენ ენაზე რო გითხრათ? მე ვარ ელი. ეს კიდე 2XL-ი. არა, პირდაპირ ვიტყვა, შენ ხარ სმოლი და ის არის ელი. აჰა, იგი დოდათ? ქალბატონო დალი, გაგიკვირდება და ჩვენც მივდებით მოდის ტენდენციებს. მაგრამ გაგვაშრო კაცო. გაგასწროთ ხო? მე სულ გემოვნებიანად ვისვე, მაგრამ არ მეყურება. კარგად ჩასვას ფული არ სჭირდებაო ქალბატონმა დალიმ თქვა. მოიცათ, თქვენც დათხოვარი დასასრულით დადიხართ კაცო. სხვათა შორის ქალბატონი დალი დიზაინერიც არის. არ ვარ, დიზაინერი. რას ნიშნავს დიზაინერი? არ გეჩოდინება შენ. ერთხელ ქალბატონმა დალიმ კანადაში რჩილის პეპელა შენიშნა, არ დაიბნა და უთხრა, კარგი გემოვნება ქონიაო.
ნამდვილად ისე ახრამუნებენ რაღაცებს, რომ აი ნერვები გეშლება. ერთხელ ქალბატონმა დალიმ მოგზაურობის დროს ჩემოდანი დაკარგა. მას შემდეგ საქართველოში კიდევ ერთი ძალიან გემოვნებიანი ადამიანი რადიში. ისე მართლა დავკარგე. ერთხელ მართლა დავკარგე და ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი, იმიტომ ზუსტად იმ ჩემოდაში იდო ის, რაც მე მჭირდებოდა იქ სადაც ჩავედი. ფაქტიურად დაიღუპეთ. დალი ჩიტარაძე იტალიაში 2025 წლის საუკეთესო დიზაინერად დაასახელეს. არა ვარ დიზაინერი, არა ვარ, არა. ხედავთ ქალბატონ დალი, ტყუილი რა სასიამოვნო მოსასმენია ზოგადად. ქალბატონ დალის ერთხელ ძალიან შეცვლა, მაგრამ არ გაწილდა, კაბას არ მოუხდებაო. დალი ჩიტარაძეს მოდის სამყაროში ბეჟი კალდინალის სახელი აქვს. ბეჟი თუ რუხი? ბეჟი უხდება. დალი ჩიტარაძე ვერსაჩეში მუშაობდა. მართლა, სადაა ვერსაჩე? ვაგზალზე იქნება, მადი კიდევა დასასრულებელი კონკრეტულად. რომ იცოდეთ, დალი ჩიტარაძე უფრო მაგარი დიზაინერია, ვიდრე დონეტელა ვერსაჩე. რატო? რას გადამეკიდეთ გათო რა მინდა. სად გინახავს დონეტელას გაკეთებული შუები ერთი ვერ აი რაში იყო საქმე. ეგ მართალია, ქალბატონი დალი უგემრიელეს შუებს აცხობს. ნაპოლეონს ვერა. ნაპოლეონი გძელი სიტყვა და შუ უფრო მალე ცხება. ქალბატონი დალი დიზაინშიც კარგად ერკვევა და კულინარიაშიც. ერთხელ აერია და აჭაფსადარი მოგსოვა და პიჯაკი მოამზადა კაცო. მაინც მაბრალებენ კაცო ამ დიზაინერობას და რა ვქნა აღარ. უნდა შეიფეროთ მეტი გზა რა. დალი ჩიტარაძე რო დაიბადა, თავისივე შეკედით თეთრეულში გაახვიეს. ქალბატონი დალი საჭესთან ცუდ სიტყვებს ამბობსო და მართალია. 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 ონიშე, რა ამბობს მითხარი ერთი მისინ. ხმამაღლა ვერ ვიტყვი. პაპა, მე მაგას ვერ დავიჯერებ ახლა. მოდო ურბინე შენ გზაზე მანქანიცი და დეინახავ თუ არ იტყვი. ხო და სანამ საჭესთან დამზარა ქალბატონი დალი, დავამთავროთ გამოშვა. აი გუგა წავედი. დავაბრუნოთ ეშარვალ კოსტუმი თუ არა დარჩენ ჭიათურელი ვიასადროის მოთამაშეები შიშვლები. წავედით ქალბატონო დალი ჩვენ. თუ რამე გეტყვინათ, ზურას უთხარით. ზურა ჩვენ გვეტყვის. არაფერი, მე მიყვარს იუმორი, თანჯანსაღი იუმორი და ძალიან მიხარია, ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა მე მგონი. თუ რამე მაინც ზურას უთხარით, ზურა ჩვენ გვეტყვის, ჩვენ გვეწყინება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. წენა ხო მოდაშავით ვრუნავშე. დიდი მადლობა. ჩვენს გუგას დაუნისეს, გაიხარეთ ბიჭებო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან ვიხარის ქალბატონი დალი გიმადონო. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ორი ყველაზე ცნობილი დალი ვიცი მე, ერთი ნადილობის ქალღმერთი დალი და მეორე მოდის ქალღმერთი დალი. მადლობა. ნუ, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, უნდა შეგახსენოთ, რომ მოდა ბრუნავს, ამიტომ დარწმუნებული ვარ თქვენ ისევ მოხვალთ. აუცილებლად. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ცნობილი მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე.